მანიკო რა საყვარელი, მინიკო რა საყვარელია. ზუსტად თქვენსავით ფიქრობ, ერთი შვილი მყავს და არც არასდროს მინდოდა მეტი. ყველას არ აბედნიერებს 1500 ბავშვის სახლში. მინიკო რა საყვარელი ხარ. უყურეთ, მე აი ეს ბავშვების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის მქონდა ასეთი, მაგრამ ძალიან გვიან გავიაზრე. ახალგაზრდა რო ხარ, ნაკლებად გახასიათებს თვითრეფლექსია, ჩემს თავზე ვამბობ, თქვენ ხედავთ, ჩემზე ახალგაზრდა ხართ და როცა შენს თავზე ეს გააზრებული გაქვს, რომ მეტი შვილი არ გინდა, იმიტომ რომ დიდად არ გიждები იმ მოვლა, პატრონობა, აღზრდა, ხარჯი, ყურადღება, უძილოღამე, ნერვიულობა და ასე შემდეგ, რაც შვილებს მოყვება ხოლმე, იმ სიკეთებთან ერთადაც, რა თქმა უნდა, უდაოდ დიდი სიყვარულია და დიდი სიამოვნებაა, როდესაც ყავს შვილი, მაგრამ ამით არის ცხოვრება კარგი, ხო, რომ ყველა სხვადასხვანაირები ვართ, მივცეთ ერთი მეორეს იმის უფლება, რომ იმას უყვარს, უნდა 1500, ყავდეს 1500, ამას ერთი უნდა, ერთი ყავდეს, ამას არც ერთი არ უნდა, არც ერთი არ ყავდეს. ყოველ ჩვენთაგანს აქვს არჩევანის უფლება. უბრალოდ უმრავლესობა არ ფიქრობს ამაზე, აი როგორც მე ახალგაზრდობაში ვერ ვიაზრებდი რა მინდოდა, რა მომწონდა, რა მიყვარდა, რა არ მიყვარდა, რა იყო ჩემი, რა არ იყო ჩემი, ხო? და კარგი, ღმერთმა განკარგა ისე, რომ მხოლოდ ორი შვილი მყავს, თუმცა მცდელობა ბევრი მქონდა მე წარუმატებელი მცდელობები კიდევ შვილების გაჩენისა. და უყურეთ, მაგალითად ეზოთერულად რომ ვთქვათ, ხომ? შვილი და სამომავლობა არის გზა დატოვო შენი კვალი ამ ცხოვრებაში, დედამიწაზე, დატოვო კვალი, გენეტიკური კვალი, რა თქმა უნდა. და ეს არის ყველაზე იოლი ამავ დროს. იოლი ბჭყალებში, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის შვილის გაჩენა და აღზრდა იოლის საქმე, მაგრამ შედარებით უფრო იოლი, ვიდრე სხვა სახის კვალი დატოვო. სხვა სახის კვალი როგორ უნდა დატოვო? მეცნიერებაში, კულტურაში, პოლიტიკაში, ისტორიაში, ხო? როგორღაც, ანუ იმ ხელაზე გამოირჩეოდე და შენი ყოფა-ცხოვრება და საქმიანობა ისეთი მნიშვნელოვანი იყოს, რომ ეს კვალი დარჩეს. და გაიხსენეთ, აბა, ძალიან ბევრ დიდ ქართველს შვილი არ ყავდა, ჭავჭავაძე, წერეთელი, თაყაიშვილი, ძალიან ბევრ გამოჩენილ ქართველს, ვისაც, იმიტომ რომ მათ მთელი თავისი ენერგია, მონდომება, შთაგონება, შემოქმედება თავის მოღვაწეობაში ჩადეს. და ესეც ოკეია. ხოლო, ის ადამიანები, ვისაც, თქვათ, არ ხელეწიფებათ ასეთი საქმიანობა, ისინი თავის გაგრძელებას შვილების სახით ტოვებენ. მეორე საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ძალიან ლაითად უყურებს და უყურებენ და არ უფიქრდებიან, ვერ იაზრებენ იმ პასუხისმგებლობას. რას გულისხმობ, იცით, რომ ბევრი ადამიანი, მაგალითად, სახლის აშენება უნდა, სახლის ყიდვა უნდა, ხო? ამას გაცილებით უფრო დაფიქრებულად და პასუხისმგებლობით უდგება, ვიდრე შვილის გაჩენას. და უფრო გულმოდგინედ ემზადება, ვთქვათ, აი მანქანის ყიდვისთვის, ხო? იქ ინფორმაციას აგროვებს, რომ დაფიქრდება როგორი მანქანა უნდა, როგორ უნდა იშოვოს ფული, დააგროვოს ეს ფული, თუ ისეს ხოს, თუ რა გააკეთოს და ერთ სიტყვით, აი ძალიან დიდი სამზადისი და გარკვეული ქმედებები უძღვის ხოლმე და შეედარეთ ახლა მანქანის ყიდვა და შვილის ყოლა. და ამ შვილის ყოლაზე, აი ნაკლებად რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ღირსეული ადამიანი გაზრდამდე ჯერ შექმნა არის მისი საჭირო და უყურეთ, აი როგორი არფითიდან არის საოცარი ცოდნა, რაც უნდა გავაზიაროთ და ყველა ახალგაზრდა ადამიანმა უნდა იცოდეს. უყურეთ,
ის მდგომარეობები, რომელ მდგომარეობაშიც არიან დედა და მამა, იმ მომენტში, როდესაც სახავენ ამ თავის შვილს, აი ის მდგომარეობები, ის პატერნები მერე ადამიანს ახასიათებს და მთელი ცხოვრება ამ პატერნებს ატარებს. მაგალითად, არ ვიცი, დედას ჰქონდა დაძაბულობა, მომავლის შიში იმ მომენტში, როცა მოხდა ჩასახვა, ხო? და დაძაბულობა და მომავლის შიში მერე აი ამ ახალი აღმოცენებული ადამიანის მუდმივი თანმდევი ესენია ემოციები. როგორი დონის სული მოიზიდო, როგორ მოემზადო ამ ჩასახვის მომენტისათვის, როგორ მიმღებლობა კონდეს დედაკაცს და მამაკაცს ერთმანეთისა ყველა მხრივი, როდესაც უშუალოდ ამ საქმით არიან დაკავებული, რომ გააზრებულად აკეთებდნენ ამ საქმეს და არა უბრალოდ სიამოვნებისთვის და ვაიმე შემთხვევით გაკეთებული ხალხი რამდენია, ხო? თუნდაც ოჯახის გარეშეც. და ნუ ერთ სიტყვით რა, ეს ინფორმაცია ნელ-ნელა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხდება, როგორც ადრე სულ რაღაცა საუკუნის უკან წერა-კითხვა უმრავლესობამ არ იცოდა და შესაბამისი ცხოვრების დონეც ჰქონდა, ახლა 100 წელი გავიდა და ოკეი, ყველა მიცის წერა-კითხვა და ვერ დავიკვეხნი, რომ ზეპირად ვიცი, როდის დაინერგა წერა-კითხვის საყოველთაობა თქო, პირობითად ვამბობ, ამას წელს არ შემომედავთ, ძალიან გთხოვთ, არ ვარ ამ მხრივ ძლიერი ისტორიაში ნამდვილად არ ვარ. ამას სპეციალური მომზადება უნდა და ეს არ არის მხოლოდ მატერიალური მომზადება, ეს არის ფსიქიკურადაც მომზადება, მენტალურადაც მომზადება, ენერგეტიკულადაც მომზადება და ასე შემდეგ. ასე რომ ასე, მადლობა ამ კომენტარისთვის. თუ კი თქვენ ეს თემები გაინტერესებთ და არა მხოლოდ ეს, მაშინ შემოგვიერთდით ტრანსფორმაციული კოუჩინგის კურსზე. ეს არის უნიკალური კურსი ქართულ ენაზე, სხვაგან ასეთ კურსს ვერ ნახავთ, სადაც კოუჩინგის გარდა სწავლობთ ფსიქოლოგიას, ეზოთერიკას. თანაც უბრალოდ კი არ სწავლობთ, არამედ თავად თქვენს თავზე გამოსდით ყველა ტექნიკას, დაამუშავებთ თქვენს თავს და სრულიად განახლებული 8 თვეში გაძლიერებული ახალი პიროვნება იქნება თქვენს ხელთ და თქვენს განკარგულებაში თქვენივე თავს გულისხმობ. თუ დაინტერესდით, მოიწერეთ, უდიდესი საახალწლო ფასდაკლებები მოქმედებს ახლა.